მოგესალმებით. მე ცხადია ვიზიარებ სკეპსის იმ ნაწილში, რომ ძალიან ძნელი კი არა, მოცემულობას იმ ნაწილში, რომ ძნელია გასულ თვეებზე დაკვირვების შედეგად რაიმე პროგნოზების გაკეთება კონკრეტულად ტრამპთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ რამდენჯერმე სახეცვლილი განცხადება მისი მხრიდან, სახეცვლილი დამოკიდებულება უკრაინასთან მიმართებით, ერთადერთი რაშიც მეტნაკლებად ამ ეტაპზე თანმიმდევრულია ტრამპი და რაც ჩვენ ძალიან არ მოგწონს, არის რომ მისი დამოკიდებულება პუტინთან მიმართებით არსებითად არ შეცვლილა. მას აშკარად უფრო მეტად ლოიალური დამოკიდებულება აქვს პუტინთან მიმართებით, რაც სივრცეს აძლევს. რაც იმით ახსნა, რომ რადგან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გადაწყვეტილების სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში არსებითად რუსეთის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ მეტი სივრცე მიეცეს მას მანევრირების, რამდენად გამართლებულია ეს ტაქტიკა გამოჩნდება. აქამდე ამან განსაკუთრებული წარმატება არ მოუტანა სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მაგრამ რაც ჩვენ აი ამ დიპლომატიურ სურათში არ უნდა დაგვავიწყდეს, მიუხედავად ძალიან განსაკუთრებული და მოწინავე როლისა ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებითად გაზრდილია ევროპის როლი, სადაც საერთოდ არ არის პოზიციების შეცვლილი, უფრო მეტიც ჩვენ ვნახეთ მოულოდნელად კარგი შეხვედრა გერმანიის კანცლერის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, სადაც მან პრაქტიკულად სივრცეც არ დაუტოვა დონალდ ტრამპს აიმისოთ, რომ რაიმე წინააღმდეგობრივი შემოეთავაზებინა. ანუ მან აჩვენა, რომ ეს იყო ძალიან ცალსახა კონსოლიდირებული პოზიცია ევროპელ პარტნიორ კოლეგებთან შეთანხმებული, ამ პოზიციიდან უკან დახევას ევროპა არ განიხილავს, ამ პოზიციაში თანამონაწილეობის ძალისხმევას გაიღებს იმ ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, ანუ რაღაც თვალსაზრისით ჩანდა, რომ დიპლომატიური ზეწოლა მიმდინარეობს ევროპის მხრიდან, რა ბერკეტითაც მათ შეუძლიათ რომ ამოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ აი ამ სამკუთხედში ჩვენ რეგიონში და ამ გადმოსახედიდან ამის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ევროპა შეძლებს შესაბამისი ზეწოლის განხორციელებას იმის პარალელურად, რომ ტრამპის სამშვიდობო მოლაპარაკებებს წარმატება ვერ ექნებათ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ პუტინის პოზიციის გამო, ან პუტინის თანმიმდევრული პოზიციის გამო, რომ არ დაემორჩილოს ტრამპის მიერ შეთავაზებულ პირობებს. ეს არის, რაც ჩვენ გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ვიმედოვნოთ უფრო ადრე ვიდრე გვიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ზეწოლის უფრო მაღალი ბერკეტებიც ამუშავდება. რამდენად ეს პრისერად მოხდება ან არ მოხდება, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ალბათობა მაღალია იმ შემთხვევაში, თუ აი ესე ჩიხური სიტუაცია გაგრძელდა და იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვიდან საერთოდ არანაირი უკან დახევის ნიშნები არ იქნება, რაც მაღალი ალბათობით არ იქნება, იმიტომ რომ მათ ინტერესში შედის ომის გაგრძელება, მათ ინტერესში შედის ახლა იერიშის მიტანა არსებით ინფრასტრუქტურაზე, ფაქტია, რომ ენერგოინფრასტრუქტურის განადგურება დაისახეს მიზნად, ეს არის ახლა მათი შემდეგი ეტაპი და ფაქტია, რომ ისინი სამშვიდობო მოლაპარაკებებში პრაქტიკულად არ ერთვებიან, ანუ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში საერთოდ არ მონაწილეობს პუტინი. სტამბოლში მაგალითად მეორე რაუნდი როგორც წარიმართა, აბსოლუტურად არაფერი. ჩანს რუსეთის მოტივაცია. აბსოლუტურად, არც დაუმალავთ, ეს რაღაც თვალსაზრისით კარგიც არის, პუტინს არასდროს არც ერთ ტრიბუნიდან და არც ერთ განცხადებაში არ დაუმალავს თავისი ობიექტური ზრახობის რეგიონთან მიმართ. ახლა ნინასთან აი ნატოს სამიტი ახსენა გიორგემ და ამ მოლაპარაკებებზე რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ უკავშირდება ნატოს არ გაფართოების საკითხს, რაშიც ჩვენი ბედკრული ქვეყანაც მოიაზრება. უკრაინა ვიცით, რომ მიწვეულია ნატოს სამიტზე, რა სიგნალია ეს მოსკოვისთვის? პირველ რიგში ის, რომ პოზიცია ნატოს გაფართოების არ შეცვლილა. ანუ პირველ რიგში ის, რომ არაფორმალური ვეტოა თუ ცხელი ომით განხორციელებული ვეტო თუ იძულების ბერკეტები, რომელიც რუსეთმა აამუშავა ამ ომის წამოწყებით ნატოს გაფართოების პოლიტიკის წინააღმდეგ, ეს გზავნილი არ არის მიღებული სათანადოდ და შესაბამისად ნატოს წევრი ქვეყნები არ განიხილავენ დაეყოლიონ ზეწოლი და დაემორჩილონ ზეწოლის ამ ბერკეტებს, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ორაზროვანი განცხადებები გაკეთდა ნატოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის განსაკუთრებით მამოტივირებელი პირველ რიგში უკრაინისთვის, იმიტომ რომ გამსაზღვრელია, რომ ეხლა მოკავშირეებმა ძალიან მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ იმასთან, რომ უკრაინას
არც ერთ ეტაპზე თქვათ უკრაინის პოზიციების დათმობა არ იგეგმება იმ პირობებიდან, რომელსაც რუსეთი აყენებს, ხო? რუსეთი ვიცით რომ აყენებს ძალიან კონკრეტულ სამ პირობას, სადაც ამ ეტაპისთვის მისთვის გადის წითელი ხაზები. ახლა დიპლომატიური მოლაპარაკების მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ მან ამ თავის წითელ ხაზებს გადახედოს. ამ წითელ ხაზებში მოიაზრება სწორედ პირველ რიგში ნატოს გაფართოება, უკრაინის დესუვერენიზაცია და დემილიტარიზაცია. ამიტომ ეს და საპირწონედ ზუსტად ეს არის სამი წითელი ხაზი, რომელიც უკრაინის მხარეს გადის და შესაბამისად დასავლეთის მხარეს გადის. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიცია, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკი მონაწილეობდეს ამ სამიტში და მნიშვნელოვანია, რომ რასაკვირველია, ამერიკაც ამ პოზიციებს დაუბრუნდეს სათანადოდ, ისე რომ უკრაინამ ამ ბრძოლაში თავი მარტოდ არ იგრძნოს და რაც თავარია, თქვათ, არ განიხილებოდეს იმ ტიპის დათმობები, რომელიც ისტორიაში ჩვენ გვინახავს უახლეს ისტორიაში საქართველოს მაგალითზეც და გაცილებით აღმოსავლეთ ევროპას კირნეულად ახსოვს ისტორიაში შესაბამისად. ამიტომ ხო არა შესაძლოა რამე განსაკუთრებული გარღვევები ამ ეტაპზე არ მივიღოთ, მაგრამ როგორც პოლიტიკური განაცხადი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ცხელივ მიმდინარეობს და უკრაინას თუმცა ნინო გარღვევა შეიძლება იყოს თავდაცვის ხარჯების ზრდის კუთხით, როგორც არ უნდა იყოს ეს 5%-იანი ნიშნული ძალიან მაღალია, ბევრი ქვეყანა ყოველ შემთხვევაში ასე ხედავს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და მთლიანად შემოტრიალებულია გერმანიის პოზიცია, ხო, აი 2008 წელი თავად მერცმა გაიხსენა და აუბედითი არის ახლა ჩვენი ისტორიისთვის, რომ 2008 წელს მაგალითად მერცისნაირი ლიდერი არ ყავდა გერმანიას და პირიქით. ანგელა მერკელი იყო ზუსტად ის, ვინც მაშინ გაწევრიანებას არ იყო საუბარი, უნდა დავაზუსტოთ მაპის მინიჭებას შეეწინააღმდეგა მათშორის საკრებისთვისაც. ხო და ძალიან ცუდია, რომ დროში ასე დაემთხვეს ყველაფერი, მაგრამ კარგია თუ ახლა გერმანიის ლიდერობით მინიმუმ ჯერ გაიზრდება თავდაცვის ხარჯები ევროპის და შემდგომში კარი გაიღება ასეთი ქვეყნებისთვის. კი, ნამდვილად ეს ის შემთხვევაა, როდესაც სხვა გზა არ გვაქვს, რომ ვთქვათ, ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. უბრალოდ ეს ის შემთხვევაა ასევე, როდესაც აი ამ მათ შორის ბერლინის ძალიან წინ დაუხედავმა და უგუნურმა პოლიტიკამ აზარალა არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, არამედ შემდგომ უკრაინის და ევროპის და ის რომ გაათამამა, გაამდიდრა, გააძლიერა, აღჭურვა, ყველაფერი მოხდა მათ შორის პირველ რიგში გერმანიის მოწინავე პოზიციების გათვალისწინებით, მაგრამ ამავდროულად ამან განაპირობა ის, რომ უშუალო საფრთხის სამიზნედ ახლა ბერლინი თავის თავს აღიქვამს, ხო? მათი სადაზვერვო სამსახურები საუბრობენ იმაზე, რომ პირველადი სამიზნე შესაძლოა იყოს უკრაინა, მაგრამ ეს არის გზა მიზნამდე, სადაც საბოლოო სამიზნე სწორედ ევროპის დედაქალაქები და ბერლინი წარმოადგენს და ამიტომაც არის, ამიტომ ნახეთ ჩვენ ასეთი ხისტი პოზიცია მისი ოვალურ ოფისში, იმიტომ რომ ეს საფრთხე არის არა სადღაც საქართველოსი, არა ევროპის საზღვარზე, არამედ უშუალოდ ევროპის და შესაბამისად გადაიხედა საბიუჯეტო პოზიციები, შესაბამისად გადაიხედა დაფინანსების საკითხები და რასაკვირველია, აქამდე თუ 2%-ზეც კი უარს ამბობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის აეყვანათ თავისი სამხედრო დაფინანსება, ახლა 5%-ზე ჯერდებიან, რაც არსებითად შეცვლის საშუალებადია პერსპექტივაში. და ევროპის მოსახლეობა როგორ არის განწყობილი, ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეორე მხარე საფრთხე ამას აქვს ხოლმე პოპულიზმის აღზევების, ხო ადამიანებს სანამ ომი მათ არ მივა უშუალოდ მათ კართან არ უნდათ ხოლმე როგორც ვთქვი უკრაინას ხარჯების და ეხლა კვლევები რო გამოქვეყნდა, იქ ჩანს რომ ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს. ხო, და აი ესეთი წარმატებული ოპერაციებიც ცხადია ეხმარება. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი პირველი ყველაზე უჩვეულო დაკვირვება, რაც ჩვენ შევნიშნეთ, არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთიანად მოტრიალდა ევროპაში სახალხო პოზიცია. ანუ ევროპის ლიდერებმა ასე იმოქმედეს, მათ შორის იმიტომ, რომ სახალხოზე წოლა მათ შიდა მოხმარების ბაზარზეც იყო საკმაოდ ძლიერი და ეს მხარდაჭერა არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სერიოზული პრობლემები აქვს, გამოწვევები აქვს, მათ შორის უკრაინელი მიგრანტების გამო და იმის გამო, რომ შიგნით სხვა პოლიტიკური ძალები კაპიტალიზდებიან სწორედ ამ პრორუსულ სეგმენტზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სამიტი, რომ აი
ახლა ისარგებლონ პოლიტიკურმა ლიდერებმა და გაზარდონ რეალურად. სწორი კითხვაა, იმიტომ რომ რასაკვირველია, ყველაფერი რაც დროში იწერება, დროის საკითხია, როდის შიდა საკითხები წინა პლანზე წამოიწევს. ამიტომ კონკრეტ განსაკუთრებით ზოგადად ევროპაში, მაგრამ განსაკუთრებით ახლა მერცის პირობებში, როდესაც მასა აქვს ახლად არჩეულის თუ ახლა დანიშნული კანცლერის ფორა, ამიტომ მათ ახლა აქვთ მოქმედების ძალიან კონკრეტული ფანჯარა. და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის როლი იზრდება ამერიკის ადმინისტრაციის განსხვავებული პოზიციების გამო. ამიტომ ამას აცნობიერებს დედაქალაქებში ყველა, როგორც პოლიტიკური წარმომადგენლობა, ისე ამ ეტაპზე სახალხო წარმომადგენლობა და ეს არის, რაზეც ახლა ევროპა უნდა კაპიტალიზდეს და ამიტომ ნატოს ფარგლებშიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროპული პოზიცია, რამდენად ძლიერი იქნება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება გამსაზღვრელი საფუძველი იმისა, როგორ იმოქმედებს ვაშინგტონი. ძალიან დიდი მადლობა. ნინო, თქვენ დაგემშვიდობებით. საინტერესო დეტალებს გავეცნობთ.